რა წინა ვიდეოზე რა გააკეთე? იმენა დღევანდელი ვიდეო თუ გავარდა, როგორც წინა ვიდეო გავარდა, მე ბრა პრაიმში ბრუნდები, ჩემი დედავა 187,000 გამომწერზე ვიყავი, წინა ვიდეო რო დავდე, 3 დღეში 192,000 გამომწერზე ავედი. 4,000-ზე მეტი გამომწერი მომემატა. რა გეტყვით 4,000 რა ციფრია ზოგადად რა, რომ მიხვდეთ. 3 გამრავლებული 4-ზე, 12 გადამრავლებული 3-ზე არის 36 ზუსტად. 36 გადამრავლებული 100-ზე 3600 და 3600 მივუმატე 400. 4000. წინა ვიდეოზე მასეთ შედეგებს არ ველოდებოდი, რავი, ეს თუ გააგდებს მაგ ვიდეოს, აქაც ვიტყვი ბანემლობ თუნგ სახურის დედას შევედი. ამის გამო თუ გამოიწერთ კიდე არხს, რა ვიცი. პირველ დღეს დაიწერა მე მგონი 800 კომენტარი. თაშორის Nike-ის ფეხსაცმელზე Adidas-ის ნასკიმაცვე არაფერი არ შესულა მაგ მიმართულებით. ფილი კომენტარები ძმაო, ძალიან დიდი მადლობა ყველას. ასე რა მოგწონს და რა გევასებათ ჩემამდე არ დადის, მაგრამ კიდე ერთი ეპიზოდი გაუშვათ ბარემ მაგის დედასაც. ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი დაიწერა, აგერ მაგალითად ერთ-ერთი კომენტარი, ზიპო, თავიდან მეგონე ყლე იყავი. მაგრამ რაც უფრო დრო გადის და წლები მემატება, მით უფრო ხვდები, რომ ძალიან მაგარი ადამიანი ხარ და უფრო მეტიც, ჩემი საყვარელი იუთუბერი ხარ. ღმერთმა დაგლოცოს და წარმატებებს გისურვებ. არ ვიცი ბოიშო, რა ვიცი, ცრემლები მომდიოდა მართლა ღამით რო გითხულობდი. ყველაზე პიზდეცი ამბავი რაც არის, სპონსორი გავაძრეთ. გადავწყვიტე მანქანა მეყიდა. შენი კი, მანქანაზე გირეკავ. მანქანას თვითონ რამე პრობლემა აქვს, ან რამე პრობლემა ქონდა? არა, ძმა, რა ის პრობლემა, ძმა, აქეთ გაჭმევს და აქეთ გარჩენს, ძმა და მაგარი მანქანაა, შენ ძმობას პიცა ვარ და? პატრონის თქმით, ამაზე უნაკლო მანქანის დედას მაგრამ იმის შემდეგ რაც ეს კონკრეტული მანქანა car vertical-ზე ვინკოდით გადავამოწმე, ნახე რომ წარსულში ეს მანქანა ორჯერ ნაავარიები და შემდეგ შენაკეთები ყოფილა. და ყველაზე გადაობა ისაა რომ მასაღებდა ისე თითქოს ცენტრის მანქანა იყოს ბლად. ჩემი ძმა, ამხელა კაცი რო იტყუები არ ცხენია, აგერ საიტზე ვუყურებ დალეწილი იყო ბიჭო 2021 წლის პირველ რაის ნაკაწრი არა, რაის ცენტრის მანქანაა მე გადავები ბიჭო. რაის დალეწილი იყო ძმა. აუგა, თუ მანქანის ყიდვა გადაწყვიტე ან ავტობიზნესში ხარ, მაშინ car vertical-ი შენთვისაა. ასე რომ არ მოგატყუოთ არავინ, დარეგისტრირდით car vertical-ზე ჩემი პრომოკოდი ZIBER და მიიღეთ 20%-იანი ბაზდაკლება. ყველა მანქანა შეამოწმე ვაფშე. წინა ვიდეოს მერე ჩემი კარიერა სულ ამოტრია. ვინმე გამოყევებულმა კომენტარებში არ დამიწეროს, შენი იუთუბერობა კარიერა რატომ გგონი, ანუ იდი ნახე, ჩემი იუთუბერობა არის კარიერა. ლეზემ კიდია. ვინმე თუ გაქვთ პრობლემა დამერიგეთ 555 41 და ასე ბოლო ვიდეოს მერე ზოგადად ისეთ ზიპერას, რომელსაც ჰეითერები არ ყავს. მე ვარ YouTube-ზე ალბათ ყველაზე ისეთი ინტენსიური სახე, რომელსაც ამდენი ჰეითერი ყავს. აი არა, ხალხმა შემიყვარა ბაზარი არა და ძალიან ბევრი ჰეითერიც გამიჩნდა. ვაფშე გადახარშეთ რა, ეს დედამოწინა ვიდეოც არ იყო რაღაცა სერიოზული, ანუ მე თუ ვიღაცას განვიხილავ, ეს არის ხუმრობა. მე რა გითხარით ვაფშე წინა ვიდეოში? სულ გამოყლევდა პლანეტა მეთქი გითხარით? მე თუ რაღაცაზე ვიძახი რომ ამ სოციუმს ნუ განიხილავთ სერიოზულად და სერიოზულ პოლემიკაში, ნუ შედიხართ მე. არ ვთქვი? მაგინებ, ხო? ოკეი, ბაზარი არა, მაგრამ ვიდეოში სადაც მე თუნგ საჰურს ვაგინებ, YouTube-დან თუ იღებთ და TikTok-ზე თუ დებ. ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ კომენტარებში რომ მაგინებთ, რაობებს განიხილავ და თუ ხეობა შენც ამის გამო ნახვებს რატო იმატებ? კაი, მასე მესმის, მაგრამ ვიღაცამ კომენტარებში დამიწერა, შეეო ბათუმში დაგებულ გზებს მიხედევ. შენ ხომ არ გამოყენის ხო არ გონი ვარ ჩემი დეპუტატი მაგის დედა. მაგარი და ცურებული გაქვთ ზოგ-ზოგიერთ და ძირითადად რა ვინც დამცხეთ იყავით ლიბერალა ტიპები და პირობითად გიორგი 777 ჩემი ედიტი TikTok-იდან 454,000 ნახვა. იაზრებთ ვაფშე რა ნახვებია და წინა ვიდეოდან მილიონობით ნახვები დავაგროვეთ მარტო TikTok-ზე რა. ქუჩაში თბილისში შეხვდა კაც და მეორე დღეს ცოლად გაყვა. მესამე დღეს უკვე შენ რა გაწუხებს ძმა, მერე შენ რა ინტერესი გაქვს მოგაყდა ნახვები, ანუ კაი არ იცი და ვთქვათ მომენტი შეხვდა და იმ მომენტიდან გამომდინარე მლანძღავ, მაგრამ ბათუმში რა გზები დააგეს იმას მიხედე, ჰეითის დონეც დავარ დაგესმით და ძირითადად ანუ აი ინგლისური და რუსულ სლენგებზე რო ვლაპარაკობდი, აი ძირითადად რაღაცა მოგეო, რაღაცა ლიბერალა კამანდა გავაბრაზე და ნუ ხართ მოგაბრაზებულები, ეს უბრალოდ იყო ხუმრობა. შეიძლება შენზე თქვა პირობითად ხო, ლეობა გააკეთო TikTok-ზე და მე ვთქვა რა თქმა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე გულით განწყავ შენ
ჩემ ბრატ გესმის? თქვენი გადაკიდება მაკლია ბოზიშვილი ვიყო. რა ვიცი, აი ვის ყავს ჩემნაირად ჰეითერები რა ვიცი. საქართველოში მეტი არავინ არ მახსენდება. მე ვარ ალბათ ყველაზე მაღალ ლეველზე ჰეითის დონეზე. დედის მუტელი მო. თქვენ თუ გონიათ საერთოდ რომ მე ან გეები მძულს, ან გეებს ვერ ვიტან, გეები არ მძულს მო. ჩემი ძმაკაცი არის ამიკო ბერიძე, ბედბელა. ჩემი ძმაკაციც გეია. მე არავის არ გამოვშჩი ბრატ. უნდა ასე ყოფილიყო. კი ბატონო, მე მივიღე ძმო. აგერ დაურეკავ. ხაგია. რა შევ გაგაღვიძე შეჩემ? არა, ზევარ პროტესტში. ვინმე სხვა არ ესმის ჩემი ხო? გავუწევ ტელეფონს. შენ ხო ის ხარ რა, გეი, შენ ხო გეი ხარ? ხო. ой, გაეთიშა მეგობრებო. გარღვევა იყო რაღაც. პროსტა იმის კითხვა მიდოდა რომ შენ ხო გეი ხარ და მე შენ ხო მიგიღე. ვითომ გეი ხარ და ვითომ მიგიღე რა? არა. რა არა შე. გვი რა მოგივა ეს დედა ერთხელ ცხოვრებაში შეჩემ. კაი, გაეთიშა მეგობრებო, გაეთიშა. მოკლედ სიტყვაზე მენდეთ რა. ჩემი ძმაკაციც არის გეი, უბრალოდ მივიღე და გეების მიმღებლობა ძალიან ჩვეულებრივად გამაჩნია. რამდენივე არის იცით? აქედან წავედი, 5 ქუჩა გავიარე, მერე გავიარე ილია ჭავჭავაძის 40 ნომერი, სადაც ზიპლაინ ბარბერშოპია. მე პირადად მივედი ზარაში, პიდარასტული მაიკა ვიყიდე, იმის გამო რომ თქვენ მაჯვათ. აგერ ნახეთ, პროსტა გახეული და რაღაცა კი არა, ასეთი სტილია რა, დედის 110 ლარი მივეცი სხვათა შორის ამაში. კარგად ვარ განწყობილი ბრატ. რაღაცა მოპიდარასტულო ისა მაისური რომ პროსტა მიხვდე თქვენ საწინააღმდეგო ვაფშე არაფერი არ გამაჩნია. თუნგ-თუნგ სახურზე ბევრი ვიდეოები დაიდო მაგალითად. სერიოზულად გეუბნებით. აი ეხა მე თქვენ ჩაგირთავთ ვიდეოებს, ამ ვიდეოების ავტორი რომელი ხართ? საჰურმა სასტიკი დაზიანებები მიაყენა ზიპერას, რადგან ზიპერამ ბალერინა კაპუჩინოს შეაგინა. ყლებაზარი ვინმეს გჯერათ საერთოდ ამის? მაინც რა მოხდა ასეთი? ხალი შემიყვარდა. განძრეული. ზიპერამ ბალერინა კაპუჩინოს ბოდიში მოუხადა შეურაცხყოფისთვის და აღიარა მისი შეცდომა. ხალი შემიყვარდა. ეს ხო საერთოდ გამოყენებება. ზიპერამ პარიკმახელობა დაიწყო და ბოდიშის მოხდის ნიშნად პატაპიმს უფასოდ შეჭრა. ამას მოუყან დედის არ ყოფილა მსგავსი არაფერი. თუ კაცზე ვიტყვი რომ ხდეა, ჩემს სიტყვებს უკან არ წახვი. ამის ვაფშე ვინმეს გჯერათ? ეს არის ფოტოშოპი. ფოტოშოპი რა თავი ჩემია, მაგრამ ჩასმულია ვიღაცის ტანში რა. საჰური და ზიპერი შერიგდნენ, ზიპერამ თქვა რომ აღარასდროს აღარ შეაგინებდა საჰურს. ზიპერა საჰურს მეჯვარედ დაუდგა ქორწილში და შეცდომების გამოსყიდვის მიზნით ქორწილი გადაუხადა. აქ მე ვკოცნი ბალერინო კაპუჩინოს. ამის გამო სხვათა შორის რომ იცოდე კინაღა მე არ დამშორდა. და ამ ვიდეოს ავტორი ვინც ხარ, ბოზიშვილი იყო, მალე გამოჩნდი. სანამ კურდებთან დავრეკე. აქ მე ამას ვკოცნი 2 დღეში ეს საჰურს მიყვება. ანუ ხო ხვდებით ბოზიშვილი იყო უკვე ფოტოშოპია, ხო? აქ ვაფშე გვაჯიბრებენ ერთმანეთს. ეხა ამას თუ წავაგებ შეიძლება გამოვსიერო. აბა რა? იასნია მოუგე. დედა მოუთ. ლორდ ლიფი. არ ვიცი ვინაა, მაგრამ ისეთ ვიდეოებს აკეთებს, რომ ფოტოებს აყალბებ, მაგრამ ვიდეოს ამის დედას შევეცი, ეს რანაირად დავამტკიცო მე, რომ მე არ ვარ ამ ვიდეოში. არც ვიცი ჩემი დედა. თუნგ საჰურის დედის მუტელი. მაგის შემქმნელის დედას ვაფშე ყველასი მისი წრიდან საერთოდ. ანუ ამას დედის თუნგ საჰური არა. აი ის ბიჭი პროსტა ვინა უეჭველი ვიცი დოთიაშვილი გააძრობს. რუსი იუთუბერი ახლა პროსტა სერიოზულად რო ვილაპარაკო. 2025-ში მე ვარ 23 წლი. ანუ რა გამოდის რომ 2019-ში რამდენი წლის ვიყავი მაგის დედა შევეცი იფიქრე. 17-ის. ჩემ დროს რა იყო გასართობი? ყლარწი, სპინერი, რეალურ ხეობას მაინც ვკიდებდით ხელს და იმით მაინც ვერთობოდით და არ ვიცი ტოქში რა. დიდებიც ამ ყლეობებზე ერთობიან. დოთიაშვილი იმ დაყლევებული რუსის ვიდეო ჩართე Тун Заур? Тралалеро тралала?
თქვენ ნორმალურად მიგაჩნიათ ამ ტიპის მამას სახში გონია რომ კაცი ეძდება და სუფრები და ნაშები და რამე ცოლი და ზარა კომპიუტერთან ზის და რაღაცა ყეობებს აკეთებს. და ვაფშე რო ტრიალდება მე მგონი ვაფშე კაბააცვია სულ გამოყლევდა იმენა რა. გებთან არანაირი პრობლემა არ მაქვს როგორც თქვი. ვერ ვიტან ორმაგ სტანდარტებს. ზოგადად ორმაგის სტანდარტების შემქმნელის დედასში რაღაცა ამეკიდა ხო ეს პიდარასტული ზამაშკებიანა გამოიწერე არხი მარტო ჩემზე მოქმედებს ეს ორმაგი სტანდარტები ვინც სიტყვა ორმაგი სტანდარტები არიცით ჩემი გაუნათლებელი ტვინით და გლეხური გონებით რო აგიხსნათ ასეთი რაღაცა არა ადამიანი რო ეძახის რომ თეთრ მაიკას არ ჩავიცნობ ცხოვრებაში არასდროს გადის რაღაცა ერთი კვირა და ხედავ თეთრი მაიკით და ეუბნები რომ ეშეყალეო აბა თეთრ მაიკას არ ჩავიცნობ ზოგადად თეთრი მაიკის დედა მოყარ მაგრამ აი დღეს რაღაცნაირი დღეა და white party-ა და მაკბონჩი ჩავიცვი არა მე გააკეთო ხომ ვიხდით რაცა ორმაგი სტანდარტი. მაგალითად იუტუბერი არის საეჭვო კაცი, ძალიან მაგარი იუტუბერი, სულ ყურებ მართლა. ბევრი რაღაც არის საეჭვო კაცის დამსახურება, რომ ქართულ იუტუბზე არის. მაგალითად სპონსორების ამბავში, რომ ძალიან ბევრი სპონსორი რომ გაჩნდა. ახლა რაში ვგავართ მე და საეჭვო კაცი ზოგადად ერთმანეთს. ისეთი ტიპები ვართ, რომ კამერების წინ არ გვევასება ხოლმე ცირკაჩობა. ანუ მასკების მორგება. ისეთები ვართ, რანაირებიც ვარ. ლექსიკა თითქმის ერთნაირი გვაქვს რა ვიდეოებში. ბილ სიტყვაობს, ყველა მეორე სიტყვაში მიუხედავად იმისა რომ მე და საეჭვო კაცი ამით ერთმანეთს ვგავართ ანუ საეჭვო კაცი უფრო მიღებული არის რომ ან ესე იღებენ რა ის ტიპები რომ yeah it's okay it's so funny დღესდღეობით ან 21 საუკუნეში კაცი რომ ბილს იტყობს მაგის გამო ლე და ჩასაკული ვაფშე არანაირად რა პირიქით მე რატომ არა რატო დაჯდა ასე ცხოვრება ზოგადად საეჭვო კაცი არის ყველანაირი სეგმენტისთვის მისაღები როჟა რა ძალიან განვითარებულ სეგმენტში საპატიო სტუმარია და ეგრეც უნდა იყოს მაგრამ მე რატომ ვარ მე რომ ასეთი ვარ რატომ არ ვერ მიიღებთ ანუ ძალიან მაინტერესებს რატომ გაქვთ ეს მიუღებლობა რომ ფუ ზდელი გარყვნილი დედაში რატომ მე რატომ უნდა მიგიღო შენ რომ პიდარასტი ხარ მითხარ სპონსორისგან გამიგია რომ ის გამო არ მასპონსორებენ რომ ან ესეთი ლექსიკა მაქვს ბავშვობაში რაღაცნაირი ვიღა ანუ YouTube-ზე გავჩნდი მაშინ როდესაც დინოზავრები დადიოდნენ მე და ნიკა TMG გევიჩითეთ YouTube-ზე მაშინ როდესაც პირველი სპილოს ვიდეო დაიდო YouTube-ზე Alright, so here we are in front of the elephants. Cool thing about these guys is that ზოოპარკში იყო YouTube-ის პირველი ვიდეო მეორე ნიკა TMG-მ გასტრიმა მესამე აქტივობა იყო ის რომ მე დავდე ტანკი ონლაინის ვიდეო მე ძალიან დიდი ბოდიში რომ ამ YouTuberi ვარ მადლობელი ვიქნები თუ რაღაცებს გადახარშავთ რომ იქნებ გამოვკრა винმე ქართულ სპონსორს ხედავ ვინც ერთი წლის მანძილზე დამასპონსორებს და სულ იქნება ჩემი სპონსორი ჩემი დედა მოტყან ის მაიკა ტყუილა არ მეყიდი А вы уже видели этих iPad-кидсов? И почему они себя так шлют? У них всегда грязные руки, и они принимают... ფუკაი ამ ქალის ბაზარიც სტილი მომენტ iPad-ის ბავშვები რა ხო იცით აი ძალიან წუწუნა მამე თამაში ვისი ბრალია და ვისი ბრალი ჩემი აზრით ამ ბოლო დროს ბავშვები გამოშტერდნენ ეს არის მთლიანად თავიდან ბოლომდე მშობლების ბრალი ჩემი ტოლა ტიპებს და ჩემზე კიდე პატარებს უკვე შვილები ყავთ და ჩემი თაობის მშობლები კაი ტიპები არიან ასე თუ ისე მაგრამ წინა თაობას მე ვეზიზღებოდი ბრა ძალიან თავს ვიქებ ჩემი დედამ რამოდენიმე თაობა გავზარდე ამას წინათ ვიღაცა ახმახი მადგება 3 მეტრიანი კაცი მადგება და მეუბნება შენს ვიდეოებზე გევიზარდე როდის მოასწარი ვაფშე მასე გაზდა მქონდა ასეთი ისტორია რომ სკოლიდან გამოვდიოდი გადმოკვეთე გზა დამადგა ქალი 35 წლის ქალი იქნებოდა შვილთან ერთად და ეს ქალი მეუბნება რომ დედა შენ გენაცო დაგინახა და მოკლედ მომკლა შემჭამა შენთან უნდა ფოტოს გადაღება და იცის რომ მისი ბავშვი მიჯაჭვულია ამ ტელეფონს და უყურებს იუთუბერებს მაგრამ არ იცის მე რომელი იუთუბერი ვარ რა ასე სახელი ფოტო რო გადავიღეთ ეს ქალი მეკითხება რომ რა ქვია დედი შენ რა გაწერია YouTube-ზე და მეთქი ზიპერა თქო ეს ზიპერა რო უთხარი შენ ამოწყდი და უი შენ რომ ცოდნოდა რომ ზიპერა იყავი შენთან ერთად ხო არ გედევიყენდე ფოტოს თუ მოშორდია გამის ქალმა მაგინა ქალბატონო რა გჭირთ დამშვიდით ეს დედამოთ პულტი თქვენ გაქვთ ანუ ადეკით გადაუ მე მგონი დასის ივენტზე ვიყავი და სანამ კონცერტი დაიწყებოდა მოდის ვიღაცა ტიპი ჩემზე უფროსი და ერთ წუთიო გამოდიო თუ შეგიძლიაო რა თუ შეძლებო პატარა საქმე მაქო და თანო სათხოვარი სიმონ კაროჩი არ მოგაცდნენ დიდი ხანი ბრატ და usme მეთქი გისმენ ბრატ მე მყავსო პატარა დაო რა 6 წლით პატარაო ჩემზე შევიდეოებს უყურებს გიждდება იმენა გამისწორ მეთქი ძალიან დიდი მადლობა რაღაცა და მეიცა მეუნება სათხოვარი მა კაროჩე პროსტა უეჭველი უნდა გეითვალისწინო სიმონ აწი კაროჩე ძმურად რომ ვიდეოებში აღარ შეიგინო გამო ასვია ვაფშე აღარ შევიგნო მაგაზე არ გიფიქრიათ რომ YouTube-ის შემქმნელთან მეხვიდეთ აი ვიღაცა ტიპთან და რომ უთხრათ ბერლინში სადაცაა მაგათი დედა
ოფისი. ჩემი ანები უყურებენ სიმონ YouTube-ს და აგერ YouTube-ზე ბევრი ყლეობა იდება და ძმურად ერთი რომ დახუროთ ეს თქვენი ყლეობა ბიზნესი. ეს რო გააკეთოთ ვაფშე და მეც დევისვენო და თქვენც დეისვენოთ არა. ანუ ჩემი არხია, რასაც მინდა გავაკეთებ. თუ მინდა აღდგები დავა. შენ გააკონტროლე შენი ბავშვი. ადრე, როდესაც TikTok რეაქციებს ვიღებ, ადრე უფრო მეტი ადამიანი მლამცღავდა. ამ ბოლო დროს, თუნდაც ბოლო ვიდეოს კომენტარებში რომ გენაცვალებ რა 30 წლის ვარ, აგერ შვილიც ვყავს და გიყურებ და გიждები შენზე და მაგარი სწორი კაცი ხარ და მართალი კაცი ხარ და დებით თქვენ რა შეიცვალა? ჩვენი თაობა უკვე ვიჩითებით მშობლების თაობა და თუ არ გვინდა რომ ჩვენმა ბავშვმა ყლეობებს უყუროს როგორც მე ვარ, მაშინ უნდა ადგე და პროსტა გამოურთო რა დედამ. ლაივში ვინც გამიცნობთ, დარწმუნდებით რომ აუ ძალიან თავს ვიправებ და რაიმე როგორ თავს ვიქე. მართლა მასია. ძალიან ბევრს უთქვია ასეთი რაღაცა რომ YouTube-დანო ცუდი ტიპი ჩანხარო და ლაივში რო გაგიცანი, ვაფშე არ ველოდებოდიო რომ ასეთი ტიპი იქნებოდი. ვაფშე არ ვარ რაღაცა ქედმაღალი და ვაფშე თავმომწონე ხალხის დედასში. ცხოვრებაში ერთადერთხელ ერთ ადამიანს უთხარი უარი ფოტოზე, იმის გამო რომ ლაპარაკობ ტელეფონზე და ვზივარ მანქანაში. ცხოვრებაზე გაბრაზებული როჟები რომ არიან, ხო იცი? ყველა მეორე სიტყვაზე დედამ, დივანი, დივანს, აი ნაკეცი რატომ აქ შენი დედამ. ასეთი კაცები რო არიან, მოდის ამ მოტასაობს და დიდი ტრუბა უჭირავს იმის, რა ქვია, კანალიზაციის ახალი ნაკედა. მანქანა მოკლედ ამ ტიპის პირისპირ მეყენა და რომ მოდიოდა შორიდანაც შემამჩნევდა ჩვეულებრივად რა და მოყვება გოგო ბავშვი, შვილი. ბავშვმა რომ დამინახა ძალიან გაუხარა. რაღაცა იხვეწება, ალბათ ტელეფონი ამ ბავშვს არ ქონდა და მამას იხვეწება რომ ფოტო გადამიღე და კაკრას რო ჩამომიარა ეს სიტყვები მესმის რომ ზიპერაი და შენი დედა გიმიხდა ზიპერაი ბლე. მიუხედავად იმისა რომ ეს ბავშვი ახლა პატარა იყო, ასაკით გაუტყდა რაღაცნაირად რა. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. გაგა ზიპერე ბლე ზიპერაი რა არის აქ ზიპერაი. 5 წუთი არაა გასული და თუ სიტყვას ვიგონებდე ჩემი დედავატირებ რა. ვიღაცა მერტყავს მხარს. ეს კაცი ისევ ტრუბით. ტრუბა დადო ძირში. ეს კაცი მეუნება ესე. დედამო. ეს კაცი მეუნება. აუ მეგობარო, შორიდან შეგამჩნია ჩემმა შვილმა და აი თუ შეიძლება რომ ფოტო გადაიღო რა. მეთქი 5 წუთის წინ დედის პროჭი ამოგვიტრიალე ორივეს. ორივე ასეთ სახით უყურებდით მაგას. ამოგვიტრიალე სულ ყველაფერი. მეთქი რა ფოტო არ გცხვენი ამაგის დედაში. თუ შენ შვილს ისე ზრდი რომ ამ ლეს არ უყუროს, პულტით გათიშე დედამოდ. მაინც და მაინც ისე თუ მიყურებთ და რაღაცა ბევრი კომენტარებში წერთ რომ ნუ იგინები, ერთადერთი შემგან არ გადაიკოპიროთ ბილდ სიტყვაობა. ვარ გაუნათლებელი. ეს საერთოდ არა მისაბაძი მართლა რა. თუ გქონიათ ესეთი შემთხვევა, ონლაინ სივრცეში, სოციალურ ქსელებში გაგიცნობთ ადამიანი, ერთმანეთს შეხვდით და ყველანაირი აღმოჩნდა. მე რო ჩამოვედი აქ, ტინდერი ჩავიტვირთ რა, ავიტვირთ და იქ ვცდილობდი რომ მეგობრები მეყოლა. და იდეაში დეითინგ ეპი არის ეგ. და ანუ მე რო ნიხუია სიბე ბლე. ვცდილობდი მეგობრების შეძენას, ხალხი მანდ ვაფშე სხვა რაღაცისთვის ზის რა. ანუ იდეაში არავის არ უნდა და მეგობრობა. რომ მეუბნებოდნენ რომ აი of course მეგობრული არის რა და TikTok-ში ვაფშე არ იყო მეგობრული. ანუ და სხვა მიზნები ქონდა? კი, გავიცანი ტიპი, ერთხელ მივწერე რომ მეთქი, ანუ გავიდე თუ გინდა სადმე. და ის მეუბნება რომ მოსწევი მაქვს, მოდი ჩემთან რა. და მივედი და TikTok-ში ტიპმა მითხრა რომ sorry უკვე მოვწიე. და მეთქი ბლად, okay. მაგრამ ანუ მე დალეული მქონდა უკვე და ისედაც საკაიფოდ ვიყო. მგონია რომ ანუ მეგობარი გავიჩინე თუ რაღაცა. რიზინგი დამიწყო და he was like, ანუ კანა საკმაოდ what the fuck man. ხო და TikTok-ში ანუ მაგისგან რომ წავედი მე აღარ მოუწერი წერია მის მერე რა. მიხარ ბოჭყვაზედი ეკო მეგობრული მეყლე. რომელი აპარატი ხარ ასეთი ტოშიბას? ნიკოლ შოუს ხო მერაბდვალიშვილმა სიმღერა მოპარა და მე მგონი შენ მერაბდვალიშვილმა სახელი მოგპარა ზემაში. მე მგონი შენ თვითონ ხარ ზემაში. რა მანქანა ხარ ასეთი ბოზიშვილი ვიყო და აქვა 2029 წლიანი მე რო ვერ დავეცი იმ განვითარებასა. აი ისტორიებით ხარ წარმოდგენილი. მე მგონი გიორგი ხარ გეგეჭკორი ისტორიკოსი ტრანსფორმერების ახალი სერიიდან ხარ. ახალი ტრანსფორმერი, ხელოვნური ინტელექტი, ჩემი დედა. რა გიკეთია საერთოდ რა აპარატი ხარ ღმერთს ფიცები რა აპარატი ხარ ასეთი Panasonic-ის მე ვყლევდი რუსულ ქვეყანაში ცხოვრობდი და თან ამერიკული სლენგები საიდან ხარ შენ ვაფშე მაგრამ მე ადამიანს არ გავშჩი. როგორც მო ადამიანს უნდა, ჩემი აზრით ისე უნდა იცხოვროს. ასეთ ინტერვიუებს რო ართმევენ თბილისში, ბათუმში ვინმეს ასეთი ინტერვიუ რო გამოართვა და ვინმემ ასე რომ გიპასუხოს, მეორე დღეს ცოცხალი ვერ იქნება ფიზიკურად. ინტერვიუები რა, ძირითადად ტარდება ფილარმონიასთან რო ქუჩა არის. მაგ ცხოვრობ მე თბილისში რა. მე თბილისიდან გამასახლებენ ბოზიში. საიდან იჩითებით? ყველა ერთნაირი რანაირად იჩითებით. თუ გაგიცნიაო ინტერნეტიდანო ვინმეო, თვითონვე იძახის დასაწყისში რომ
Tinder-ი არის dating აპლიკაციაო, მომწერაო რომ მოსაწევი მაგ და გამოდიო, მე ვუთხარი ოკო, ტიპი რა პოხუისტია ხზე კიდია. იმას მოეწონა, ამას მოეწონა, იმ ტიპმა მიწერა გამო მოსაწევი მაგ. ოკ. ეს ბიჭი ეუნება რა. რასაც ყვება იმას გიყვებით უბრალოდ ჩვენ ენაზე რომ მიხვდეთ. ეს გოგო შევიდა, ხმას არ იღებს. აპატიებ რა, მოსაწევი მოუწიე უკვე. ანუ რის გამოც მივიდა, ეს გოგო მოსაწევი აღარა. ეს გოგო ეუნება რომ ოკ. და უცებ არსაიდან ეს ბიჭი უხევს ასეთ რაღაცას. ყალეს მომიწო. Absolutely cinema ბოზიშვილი იყო ფილმი. ეს გოგო ეუნება რა, ხო არ გაგიჟდი. დეიშალენ. ბედნიერ დასასრულს დედა შევედი. იმის მერეო იმ ბიჭს არ მოუწერიაო. კიდე იმის მოწერას ელოდები, არ გამომაყლეო, საიდან ხარ ბოზიშვილი? Can you suck my dick? Like, and I was just like, what the fuck? What the fuck? ჯერ ის fuck. Right. თუ გძანდერ. Can you suck my dick? Like, and I was just like, what the fuck? What the fuck? ჯერ ის fuck. Right. თუ გძანდერს კი ხარ და ძალიან განვითარებული ხარ, what the fuck? მე გასწავლო? ის მეუნება რომ can you suck my dick და like what the fuck man? არიცი რა, რაც არიცი, შებერე ისევ ფანდური. Tani ტიპი. შონომალის უხდება მაგრამ. და ის მეუბნება რომ მოსწევი მაქვს, მოდი ჩემთან რა. და მივედი და კიდევ ტიპმა მითხრა რომ sorry უკვე მოუწიე. და მე ვთქი ბლად, okay. რიზინგი დამიწყო და he was like, ანუ Can you suck my dick? Like თუ ნახავ ამ ვიდეოს, უბრალოდ მაინტერესებს რომელ ქვეყანაში ცხოვრობდი, ანუ სადა ასეთი განვითარება ვერ ჩაუწვდი და ვერ მივხვდი. მარსზე ალბათ დედა მოტყვა. მეტი ქვეყანა არ ვიცი. რა ამბის მოყოლა დამავიწყდა თქვენთვის. მე ვცხოვრობ ამ ფილარმონიასთან. ერთი თვის უკან მომიწია ჩასვლა თბილისში. მოკლედ ესეთი ამბავი იყო, რომ ღამის 4 საათია. ზაღლივით მშია, ძალიან ცუდად ვარ. მაგ შუქნიშანთან არის სპარი. გამოძახებით იტოქში ვერ დაველოდები, იმიტომ რომ თან მეძინება იტოქში უკვდები. ღამის 4 საათზე პოდიუმზე ხო არ გავალ მაგის დედას სახლისთვის რაც მაქვს სპორტული წამოღებული ეგ ამოვიცვი ჩავატასავე ქვევით კი ვიცი ხარ რომ ამ ქუჩაზე ძალიან განვითარებული ხალხი დადის რა ბაბუები ტანგებში რაღაც მე მაღაზიაში შევედი და მე ხალხი დამხვდა თესლესი კოსტიუმ გოგოებს რომ მარტო კოსტიუმი აცვიათ და იმის ქვევით არაფერი არ აცვიათ სპეციფიური მაკიაჟი და კაცები თესლის საყურეებით და ღმერთო რატო პროსტა რატო კარში რო შედიხარ ლობიანების სექცია არის იმენა ამ კარტანა ანუ უკანაც არა ეიღედო გამეიღედო და მოტეხოს ლობიანი და სალაროსთან ჩუმად მაინც გაატარო არა ჯერ უნდა გამოაღო ეს მინი შუშა ჯოხით უნდა ეჩალიჩო ამ რაღაცა მუყაოს პარკში რო ჩატენო და ვეჩალიჩები ამ დედა ლობიანს ჯერ შემოვიდა ვიღაცა ძალიან განვითარებული ალბათ შეიძლება იმათაც ეგონოთ რომ ძალიან განვითარებული ვარ და მაგიტომაც ვეხებები და მე ლობიანს ვეჩალიჩები და უკანა ესეთი ხმები მესმის He was like, "Anu, can you suck my dick?" Like, and I was just like, "What the fuck?" ვიღაცათან მამუღამებს ზიპერათან ზიპერას უყურებს ლობიანს ვიღებ ხელში მე და ის ასე უღიმით ერთმანეთს მეთქი ამ ლობიანის დედის ჩამიდეს ეს ლობიანი ხო ზეხე თურმე ვერცემ მე ბიჭი დახმარებას ველოდებ გვერდით მინდა ვაშკაცები არ მინდა ბიჭო პირმუტლებ მე თუ არ მოგითხანი დედა დრომოვა და მამა ფლექს ახლა ბიჭები უსმენთ ხო იასნიან და ბათუმელები ვინც ვართ აი ბათუმ ვაიბებს ვამოღავთ იქ რაღაცა ჭაობი ტრეკში აი ბარცხანას რო გატრენდავა აი რაღაცა ტრეკის პონჩი რო ბარცხანას გატრენდავა ესე იგი რაღაცა თესლობაა აი ტოქში რა ყოფილა ისე შემთხვევა რომ აი ნეასთან ერთად რომ მოძრაობდა მამა ფლექს რო ვრთავ თვითონ მეც დისკომფორტში ვარ და ნეაც რაღაცნაირად უხერხულა და იმიტომ რომ აი ძალიან პიზდეც რაღაცეებს იძახი რატომ გისწორდებათ გოგოებს ასეთ სიმღერებზე რაღაცა ვიდეოების გადაღება და ანუ რატო გეკაიპონტებათ ანუ იქ რაღაცა ბექგრაუნდზე მამა ფლექსის ტრეკი არის რომ გოგო დავიხიე ყეზე ნაშა დამასკდა სირზე პირში ჩაუდეხა მაგის დედის ანუ ეს საუნდი ხო არა ფონზე და გოგო ამ დროს თურმე ვერცემ მე ბიჭი დახმარებას ველოდებ გვერდით მინდა ვაშკაცები არ მინდა ბიჭო პირმუტლებ მე თუ არ მოგითხანი დედა დრომოვა და ჩაიჭრებ ყველასაც თავისი დრო და ლოდინში არ დავიღლებ ეხო რა ძმები ხო ყავთ ბიჭო best georgian youtuberებში მომიხსენიებენ უკვე 9 წლის მერე ძალიან თესლი ედიტია, მაგრამ ჩემ ედიტს თუ გააკეთებ თვინმე რა, ასეც რომ best georgian youtuber თუ რაღაცა, თავიდან რამე საუნდი რო იყოს რა. სიმღერა მიდის, ვიდეო არის და უცებ რაღაცა სიტყვას რო ვიტყვი რა და მე ვშეშდე. მოდი რამე სიტყვა ვთქვათ რა, რომ მაგაზე გააკეთოთ მე ედიტები. Yo, რა ვახართ, პიდარასტებო. თავიდან ყლევა იყო. Yo. რა ვახართ, პიდარასტებო. აჰა, სო თესლი. ჩემი კაცი.
ეს ვიდეო ვიცი რომ დაიდება ჩემპიონთა ლიგის მერე. ღმერთო გთხოვ, კვარას უბრალოდ მოაგებინე ჩემპიონთა ლიგა, მეტი არაფერი არ მინდა, იმიტომ რომ ეს ბიჭი რა ნაბიჯსაც დგამს, აი იქ არის ყველგან კვარას ეფექტია. დაჟე რუბინში იყო, იქ მისი ეფექტი, ნაპოლიში გადავიდა, თავისი ეფექტი, PSG-ში თავისი ეფექტი და ანუ თან ჩემპიონთა ლიგა მორჩა ხუაზე ხარ და თან არ ვიცი რანაირად მორჩა და ხუაზე. მერთო გთხოვ, უბრალოდ ამ ბიჭს მოაგებინე ჩემპიონთა ლიგა და ჩემზე ბედნიერი კაცი დედამიწაზე არ ივლის, არ ვიცი. კვარა, ვიცი ამ ვიდეოს უყურებ, მიყვარხარ bro. და ვაფშე ბოლო კითხვა. ოპენი არის რო ჩატარდა PvP-ის კამანდას შუქები გამოურთეს. მე როგორც გავიგე ყოველ შემთხვევაში რომ რაღაცა პოლიტიკური ის იყო, დიჟენია იყო. ეხლა მე გავუთიშეს აპარატურა. ჩემი აზრით საყალევეთია. ღმერთს დიდ მადლობას ვუხდი რომ 2025 წლის ოპენი არზე მე არ ვიღავ. ტიპები გამოსვლები უნებს ნახე. თითქოს და რაღაცნაირად დატრენინგებული ტიპები იყვნენ რომ კონკრეტული მოწოდებებით და რაღაცებით და მიზეზი, კონკრეტული მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ან თუნდაც PvP-ის კამანდა ვინც კომენტარებში დამიწერთ რა მადლობელი ვიქნები, პროსტ ადამიანურად მაინტერესებს რეალური მიზეზი რა მოხდა, რომ ეგეთი სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეს და